ხაბიტოვი ეცახელი დაიმაი მოთა თქმის ზონა წარმატებით დააფიქსირა აი 75 სანტიმეტრი 30 მოგება პროგრამაცი ერთი ფრე ნაიმაი ალბათ ყაზახეთიდან Już pozdrows. Მაშინაც ესე იყო. ეს კონფერენციაზე ძალიან ქაოტური მეჩვენა და ეხაც იგივე სურათს ვხედავ. რაღაც ისეთი დარტყმა იყო, აი უნდა სივა ეძებს მომენტს ძალიან შორტა შევიდა და უზოდა დაასრულებდეს. ძალიან ფიქრებადია ვთქვათ ხამიდოვი, უცრავად ყველა პოზიციაში მშვიდად გამოიყურება ეს ჩემი ფავორიტი მებრძოლი ვნახოთ ადგა მოასწრო დარტყმაკი გაატარა მაგრამ ეს მისთვის არ მგონია რამეს ნიშნავდეს მე ვფიქრობ პირიქით თეთრ წამოდგომა ერჩია და ამ დარტყმის გატარება ვიდრე ქვევი დარჩენილი იყო შესანიშნავი მარჯვენა ჰუკის აცილება იმიტომ რომ ძალიან შორიდან ტეიქდაუნზე და მეორე მოახერხა უკვე მეტოქის გადაყვანა მიწაზე გადაყვანა მოახერხა მაგრამ იქ ვერ მუშაობს ქვევით თუმცა ტეიქდაუნის საჯების თვალში ძალიან დიდი პოზიტივია ასე რომ ვთქვათ და მეორე მხრივ ვერ დაცული ტეიქდაუნი ისეთ გოლში რო იყვნენ გაატარა ალან და სილვამ დარტყმა შეიძლება წამოდგომის დროს მაგრამ ძლიერი დარტყმა იყო მაინც აქაც ატარებს რაღაც დარტყმას მუშაობს კარგად მუშაობს ხო თავის პოზიცია უკავია ნახოთ ბრაზილიის გარდი ყოველთვის საინტერესოა სადაც რецეპტის სპორტსმენისგან ვერ ხედავ. აკონტროლებს ყველა შემთხვევაში ადგომა უნდა ალან სილვას ალბათ თქომში მუშაობა ორჩევნია. პოზიტივია. უაცნის სრულად საკმარის საკეთებს ეს რაუნდი მშვიდად წამოიღოს. ორი ტეიქდაუნი და 20 წუთზე მეტი კონტროლი. უადის ხელით აკუათ. კი. ვერ ნახა ის პოზიცია ალან და სილვამ სადაც მეტოქეს ერთმნიშვნელოვნად აღემატება. როცა ცაცია არ ხარ და ესე თამამად ცაცია დგომში მუშაობ. კარგი ქირურგმაც ყაზახეთთან ახლოსაც არ გაიარა. უკან დადის, მაგრამ დარტყმებს და თვითონ აკეთებს ყოვადით და ფულებსაც აგროვებს დგომში. ეს ახლა აშკარად ფავორიტი არის. მიუხედავად იმის, რომ მეორე ნომრად მოძრაობს და კონტროლ დარტყმას აკეთებს და ანუ არა, ძლიერი მუხლე, გაშვებული იყო, მაგრამ მოხვედრილი არ იყო ძლიერად. მიზნამდე ვერ მიაღწია. კარგად იცავს თავს, ეხლა ამ დროსაც დასვენებისთვის იყენებს ყოვადი, რომ რაუნდის მეორე ნახევარი გააქტიურდეს თუნდაც და ჩავდა სინგლეგზე ნახოთ და იცავს აქ ალან და სილვა თუმცა გადაიყვანა ყოვადისთვის ყველა პოზიცია მომგებიანია, ეხლა დგომშიც კარგად მუშაობს და ჩვეულებრივ აკონტროლებს და აბლახო საერთოდ და მაგრამ მასკარად თვითონ უფრო ქვევით მუშაობა ურჩევნია. პირველი რაუნდი ყოვადმა პირველ ნომრად იმუშავა, გააკეთა ტეიქდაუნები და ტეიქდაუნების შემდეგ აკონტროლა სრული რაუნდი ალან და სილვა. მეორე რაუნდში უფრო ინიციატორი შეტევის იყო ალან და სილვა პირველ ნახევარში, მეორე რაუნდის პირველ ნახევარში, თუმცა მოახერხა და ეს პოზიციაც ყოვადმა თავის უპირატესობად გადააქცია და ეს მებრძოლი იბრძვის ორივე პოზიციიდან. აჩვენებს თავის მაღალ უნარებს, გამოცდილებას
ყველა დონეზე საფათოა მოკლედ და ეთქობა რომ ველოდები რომ დამუშავებული აქვს. ქართლს სწორედ ველტეროიდში გვაქვს საჩემპიონო ბრძოლა და ინტერესებს თუ ეკნება ყველა ამიტომ საჩემპიონო ამბიციები. რადგან ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოიყურება ბრძოლა. ამ ბრძოლაში კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით მოწინააღმდეგე საწყობა გააჩნია, ახლა აშკარად კოატის მიმართ, მაგრამ მოდი საჩემპიონო ბრძოლას თუ გადავხედავთ, იქ ორივე მეორე მებრძოლი არის ბექათავლიანის ერთი კლასის მებრძოლია, რომ არ მგონია მის მიმართ რამე შანსი ქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში საკმაოდ დიდი უპირატესობით გამოირჩევა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი მოწინააღმდეგეს დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ამ ბრძოლაში. ის მოწინააღმდეგეს როგორც ეყანახება 31 პროფესიონალური ბრძოლა ჩატარებული. როდესაც გადაწყვეტს კუატ ხანიტოვი ჩავიდეს ფეხში, ყოველთვის ტეიქდაუნი ყოველთვის ჩადის, ყოველთვის თავის დაგეგმილ ერთადერთი ტეიქდაუნი დაიცვა არალდასლომ ის მეორე რაუნდში საწყის უწევს. absolut ყველა ფრაგმენტი მოგებული აქვს კოატის. გადავიდა საით კონტროლში დაიწყო მუშაობა აქ გაუკონტროლებს ალბათ ხელს ხოსმოში ეცდება და მიაყენებს სიას. რაჩება ბექათალიანი გრიანდო მეტოქეს რა თქმა უნდა ბრძოლის დროს უშუალოდ მეც გეტყვით თვითონ მოყურებლებო, თუმცა ის არის ხამზა ჩიმაევის გუნდელი და ეს ბევრ რამეს იგულისხმებს ახლო მეგობარი და სწორედ ის ეხმარება ბრძოლების შერჩევაში და კარიერის წარმართვაში. მაყურებელისთვის შეიძლება მოსაწყენი იყოს ამ ბრძოლის ყურება, მაგრამ რადგან არც ერთი არ არის ქართველი მებრძოლი, მაგრამ მოდი გავითვალისწინოთ იქ, რომ აქ პოტენციური მეტოქე შეიძლება იყვეოდეს კი, რომელიც შემდეგ ქამარზე იბრძოლებს გამარჯვებულთან. ამიტომ ამ მიმართულებით თუ შევხედავთ ამ ბრძოლას, საკმაოდ საინტერესო საყურებელია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ როგორი მოწინააღმდეგე იქნება შემდეგი და ამ მიზნით უფრო მეტად ყურებადი ხდება ეს ბრძოლა. მესამე რაუნდი ვიხილეთ қазақ მებრძოლის სამრაუნდიანი სრული დომინაცია. ნახეთ გაცვლებით მეხზე სადაც გამარჯვებული ყოველთვის რჩებოდა კუატ ხანიტოვი. After 3 rounds, the judges score goes for decision. The judges score this contest for the winner out of the first corner, Kuat the Neyman, Vito. კოატი გვეუბნება, რომ ტრავმით იყო ამ ბრძოლაზე წარმოდგენილი, ფეხზე ჰქონდა ტრავმა და ისე იყო გამოსული ბრძოლაზე. უნდა რომ მადლობა მოგვიხადოს მთელ საქართველოს ბათუმს. მე უკვე ბებერი ვარო, მაგრამ მაგრამ მინდა გამოწვევა გავაკეთო. გამოიწია მებრძოლი, რომელსაც უნდა რომ დაუპირისპირდეს ზაფხულში. UFC-ის მებრძოლი გამოიწვია, ესეც თამამი განაცხადი არ მეგონა, არ ველოდი და უნდა რომ ზაფხული